Dr. Patel. დოქტორ შატელ, გმადლობთ საქართველოში ჩამოსვლისთვის და ინტერვიუსთვის. სასიამოვნოა, რომ აქ ხართ და მოგვეცა საშუალება მოგვესმინა ძალიან საინტერესო პრეზენტაცია. მადლობა მოწვევისთვის. ჩემთვის უდიდესი პატივია და ძალიან მიხარია აქ ყოფნა. Have your presentation be თქვენი პრეზენტაცია შეეხებოდა მიასთენია გრავის ქრონიკულ მდგომარეობას, რომელიც ბევრ ადამიანს ეხება და აქვს გამწვავების ეპიზოდები. მაყურებელს აუხსნათ, რამდენად სერიოზულია ამ დაავადების მქონე პაციენტების მდგომარეობა და რატომ არის მკურნალობის ახალ მეთოდებზე გადასვლა ძალიან მნიშვნელოვანი. მიასთენია გრავისი იშვიათი დაავადებაა. მართალია, ის დიდი ხანია არსებობს, მაგრამ მასთან დაკავშირებით დღესაც ბევრი რამ ისევ უცნობია. არადა ყველაფერი იწყება ცნობადობით. მით უფრო მაშინ, როცა რეალურად ბევრი რამ შესაძლებელია. ბოლო 10 წელია, უფრო ბოლო 5 წლის განმავლობაში, მართლაც ბევრი რამ შეიცვალა, როგორც ამ დაავადების დიაგნოსტიკის, ასევე მკურნალობის მეთოდებში. შესაბამისად შეიცვალა გაიდლაინებიც. პაციენტებისთვის ახალი მედიკამენტების დანიშვნის რეკომენდაცია გაიცა. ამიტომ საქართველოში ექიმებთან პარტნიორობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. გვინდა რომ ეს ახალი მედიკამენტები აქ შემოვიტანოთ. დაავადების შესახებ ცნობადობა გავზარდოთ და შევამსუბუქოთ პაციენტთა მდგომარეობა საქართველოში. I would also like to ask you. ზუსტად მკურნალობის ახალ ინოვაციურ მეთოდზე უნდა გკითხოთ, რომელიც იმ კომპანიის საკუთრებაა, რომელსაც თქვენ საქართველოში წარმოადგენთ. რა ჩვენა კვლევებმა როგორ მუშაობს ეს მედიკამენტები და როგორ შეუძლია მათ ადამიანების ცხოვრების ხარისხი შეცვალონ? დიახ, რა თქმა უნდა, მკურნალობის ტვირთის შემსუბუქება არის უმნიშვნელოვანესი. აქამდე მიასთენიის სამკურნალო პროცედურების ჩასატარებლად აუცილებელი იყო კლინიკაში მისვლა. პაციენტებს საათობით უწევდათ საავადმყოფოში ლოდინი. ახლა კი ინოვაციური მიდგომის წყალობით ამ პრობლემას მოუხსნით. მიასთენია გრავისის მიმართულებით ბევრი ინდუსტრია მუშაობს. ჩვენ ბოლო მესამე ფაზის კლინიკურ კვლევას ვატარებთ. მიზანი პაციენტის ტვირთის შემსუბუქებაა. ნაცვლად იმისა, რომ პაციენტმა წამლის ყოველ მიღებასა თუ პროცედურაზე 8 საათი დახარჯოს, კლინიკაში მისვლას, იქ ლოდინს და გადასხმას კი საშუალოდ ეს დრო სჭირდება, ჩვენ შევქმნით თვით ინექციის კალამი, რომლის გაკეთებასაც სულ 8 წამი სჭირდება. თან პაციენტებს მისი გაკეთება ყველგან შეეძლებათ, მაგალითად საკუთარ სახლში, თან ბევრად კომფორტულად. ანტისხეულების რაოდენობის შესამცირებელი თერაპია თუ რეცეპტორების დამთრგუნველი ინჰიბიტორების გამოყენება ბოლო წლებში საკმაოდ დამკვიდრდა და ამ მიმართულებით ბევრი კომპანია მუშაობს. ისინი მათ გადასხმის ფორმით იყენებდნენ. პაციენტებს ექნებათ უწყვეტი თერაპია სახლში, რაც შეამცირებს სიმპტომებს, გამწვავებებს და გააგრძელებენ ნორმალურ ხარისხიან ცხოვრებას. How are those რა სიხშირით დასჭირდებათ პაციენტებს თვითინექციის გაკეთება? საშუალოდ ალბათ კვირაში ერთხელ. დანარჩენ დროს ისინი უბრალოდ აგრძელებენ ჩვეულებრივ ცხოვრებას. შეიძლება ზოგს 2 კვირაში ერთხელ დასჭირდეს ინექცია, ზოგს უფრო ხშირად, რადგან ეს დამოკიდებულია რამდენად სერიოზულადაა ის ავადი. ასე რომ პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე არსებობს შესაძლებლობა მას მოვარგოთ დოზა. ამჟამად მიმდინარეობს კლინიკური კვლევები და ვაკვირდები. How are those patients? რა საჩვენებს ბოლო ფაზის კლინიკური კვლევები? რამდენად დიდია შანსი, რომ სწორედ თქვენს მიერ შექმნილი მედიკამენტი გახდება მიასთენია გრავისის ძირითადი მკურნალობა? მიასთენია გრავისი აუტოიმუნური დაავადებაა, როცა იმუნური სისტემა შეცდომით საკუთარ ორგანიზმს ებრძვის. ირღვევა კავშირი ნერვსა და კუნთს შორის. იმუნური სისტემა გამოიმუშავებს ანტისხეულებს, რომლებიც ბლოკავს ან აზიანებს კუნთის ზედაპირზე არსებულ რეცეპტორებს. ნერვკუნთოვანი კავშირი ირღვევა, ამიტომ კუნთი ადვილად იღლება და სუსტდება. ჩვეულებრივ ტიპური მესამე ფაზის კვლევა 1 ან 2 წელს გრძელდება. შემდეგ შედეგებს ვაქვეყნებთ და ვიწყებთ მარკეტინგს სხვადასხვა მიმართულებით. ფარმაცევტულ ინდუსტრიასთან პარტნიორობა მნიშვნელოვანია, რადგან ასე ვახერხებთ მედიკამენტები უფრო სწრაფად მივიტანოთ პაციენტებამდე, ვისაც ის სჭირდება. ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა და არა მარტო საქართველო, აღმოსავლეთ ევროპის ბევრ ქვეყანაში ხანდახან პაციენტებს ახალ მედიკამენტებზე წვდომა უგვიანდებათ. ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, კანადა, საფრანგეთი, გერმანია ამ მედიკამენტებს ბევრად უფრო ადრე მიიღებს, ვიდრე ისეთი ქვეყნები, როგორიცაა საქართველო, პოლონეთი ან სერბეთი. ჩვენი საშუალებით კი პაციენტები მონაწილეობენ კვლევებში და მათ შეუძლიათ უფრო სწრაფად მიიღონ ამ მედიკამენტებზე წვდომა. Thank you, Dr. Patel, for the interview. დიდი მადლობა თანამშრომლობისთვის და ამ ინტერვიუსთვის. სასიამოვნო იყო თქვენგან ამის მოსმენა. ახლა უფრო მოუთმენლად ველი კვლევის დასრულებას და შედეგებს. ჩვენ აქ ვართ, რომ დადებითი გავლენა მოვახდინოთ. ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ ექიმებთან პარტნიორობის გაგრძელებას პაციენტების ცხოვრების გასაუმჯობესებლად. დიდი მადლობა.